დაიწყება ჩვენი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რუბრიკა, რომელიც ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება და პირდაპირ ეთერში მივესალმები საზოგადოების დამფუძნებელს, გადაცემის პარტნიორს და თანაწამყვანს ნათია შათირიშვილს. მოგესალმებით ნათია, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ძალიან საინტერესო სტუმარი ტრადიციისამებრ გყავს დღევანდელ რუბრიკაში და თქვენს ბლოგში და შესაბამისად ძალიან საინტერესო თემებზეც მოგვიწევს საუბარი პირდაპირ ეთერში, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ და ქალბატონ ვიკას, რომ გამონახა და გვეწვია. თქვენ ჩვენ სტუმრად ყავს ვიკა ჩიმჩური, ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრი, ულამაზესი, უმშვენიერესი და ძალიან წარმატებული ქალბატონი, რომელიც ხელმძღვანელობს დედათა ფონდს და საკმაოდ უკვე წლების მანძილზე ის ანხორციელებს არაერთ უმნიშვნელოვანეს საქმეს თვითონ თავად გაგვეცნობა და შემდეგ ეტაპობრივად ცოტა მოკრძალებულია და არ საუბრობს ხოლმე თავის უამრავ სასიკეთო ნაკეთებ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ იმედია რაღაცას მაინც გავიგებთ მისგან. გისმენთ? მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისათვის, ქალბატონ ნათიას და თქვენს ეთერის დათმობისთვის. მე ვარ დედების ფონდის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. ფონდი შეიქმნა 2016 წელს. მის მერე ვაკეთებთ ბევრ პროექტებს სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, ასევე ვეხმარებით ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციარებს, შეჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდება ჩვენგან ელემენტარული საკვები, ჰიგიენის საშუალებები. ეხაც გვქონდა სააღდგომო პროექტი კასპიის რაიონში, მთელი რეგიონის მასშტაბით დავარიგეთ სააღდგომო ნობათი და სხვადასხვა მრავალ პროექტებს ახორციელებთ. ასევე ვეხმარებით მკურნალობის თანხებით, ვაფინანსებთ საზღვარგარეთ გადაყვანას, რომლებსაც სჭირდებათ და მთლიან დაკუმულირებას ვერ ახდენენ თანხმის, რაღაც წლს ჩვენც ვიღებთ ხოლმე ამ თავიდანვე ხო ვახსენე, რომ ძალიან მოკრძალებული არის მეთქი და აი ესე როცა უსმენ შეიძლება მოგეჩვენოს და მსმენელს მოეჩვენოს, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რაღაც თემა, ერთი ჩვეულებრივი ფონდი, მაგრამ რეალურად მე თვეების წინ ვიყავი მათ მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ფაქტურად ანგარიში წარადგინეს წლების მიერ გაკეთებული საქმის, ნაშრომი, ჩადენილი საქმის და მართლა გაოცებული დავრჩი. სხვა ემოცია იყო სანდრო, რეალურად მე მგონი ყველა მეორე ადამიანი დაამსწრეს საზოგადოება ცრემლებს ვერ მალავდნენ, რადგანაც გაერთიანებული ყავს არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, მარტოხელა დედები, შვილები, ბავშვები, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა. ეხმარებიან დედების ფონდი რეალურად დღეს თბილისში და საქართველოში ძალიან ბევრმა იცის და მე წლების მანძილზე საკმაოდ აქტიურად ვადევნებდი მათ თვალყურს და გულშემატკივრობდი, ცხადია, მაგრამ აი ამ ერთი ნაზი, ულამაზესი ქალბატონი თუ იდგა ამ ფონდის უკან, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი, ალბათ საუბარშიც ატყობთ, რამდენად ისეთია. მე მესმის, რომ სიკეთეზე და ქველმოქმედებაზე ხმამაღლა არ უნდა ისაუბრო, ხო, მაგრამ აი საკუთარი გამოცდილებიდან უკვე ვამბობ, რომ არა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს მიერ განხორციელებულ არაერთ აქტივობებზე და მით უმეტეს ესეთ მათ მართლა ძალიან ბევრი სიცოცხლე აქვთ გადარჩენილი და ალბათ იმ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებიდან ყველა დამეთანხმება ამაში ჩვენ იქ ვნახეთ სასწაულები და ამაში აქვს ძალიან დიდი წვლილი შეტანილი ორგანიზაციებს, ხო, რომლებიც მათ გვერდში უდგანან და თავისთავად ცხადია, ყველაფერი გამჭირვალეა, ისინი ამ ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და ნუ ეს იყო, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ერთი კი არა, ძალიან ბევრი უნდა იყოს, რომ შეძლოს. თან როგორ არის, იცით, არ აქვს შეზღუდული, აცხადებ, რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ და აიღოთ თუნდაც ის ბავშვის საკვები, ხო, რომ ვისაც არ აქვს ამ შესაძლებლობა, ვიცით, რომ უზარმაზარი თანხები ღირს ეს საკვები
მიღწევები. ვიღაცას არ აქვს. იქ იყო მე მახსოვს გოგონა, რომელიც მერე თავის ფეხით მოვიდა, ხო, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა გოგონას, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო. ეს ფონდი მას ეხმარებოდა და წლების მანძილზე მკურნალობდა და იმ ღონისძიებაზე ეს გოგონა თავის ფეხით მოვიდა და ეს უმნიშვნელოვანი თემაა, ვფიქრობ, ქველმოქმედება და არ შეიძლება მესმის რაღაც დოზით, რომ ვიღაც შეიძლება ამას თავის საპიროდ იყენებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის. ჩვენ როდესაც ლიდერ ქალთა ორგანიზაციამ გავაკეთეთ საქველმოქმედო ღონისძიება და დავეხმარეთ დეიდაშვილს, იქ დიდი ხანი ვიფიქრე, რომ ეს უნდა დაგვემალა და ესე გვეკეთებინა ჭრდილში, თუ ამაზე უნდა გვესაუბრა ხმამაღლა. მაგრამ ჩვენ წინა გადაცემაშიც ვახსენეთ ამ თემასთან კავშირებით ვისაუბრეთ, რომ იმდენმა ადამიანმა, კეთილის მსურველმა, ორგანიზაციამ, ინდივიდუალურად ფიზიკურმა პირმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩართულიყო ამ ღონისძიებაში, იმ ოჯახს ძალიან ბევრი საკითხი, ანუ ერთად უფრო მეტი შევძელით, გესმით და ამიტომაც აუცილებლად მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ აუცილებლად უნდა ისაუბრონ, რას აკეთებენ ისინი და რაც შეიძლება მეტმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, თუ სად შეიძლება მიიღონ ის გვერდში დგომა და დახმარება აბსოლუტურად უანგაროდ, რასაც დედების ფონდი აკეთებს, ხო? ნამდვილად. ძალიან ბევრი კომპანია გაერთიანდა, რასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ და თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედით აკეთებს შემოწირულობას და არიან სიკეთის მონაწილეები და ძალიან ბევრი ადამიანი მართლა გაერთიანდა ამ ერთი საქმის ირგვლივ და ერთად ბევრ ამას ვაკეთებთ უფრო ვიდრე ახლა ცალკეულად აღებული თითოეული ადამიანი ან ორგანიზაცია. ვიკა, ამ გადაცემას ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი და მინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ვთქვათ, სად შეიძლება ალბათ ძალიან ბევრს გაუჩნდება კითხვა, ხო? სად შეიძლება და როგორ შეიძლება გიპოვონ, მე ეს კარგად ვიცი, მაგრამ იქნებ მიუთითოთ, როგორ შეიძლება ისარგებლონ მათ თქვენი მომსახურებით. და კიდევ ერთ დავამატებ, მე ვიცი, მაგრამ მსმენელს მაყურებელს რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, არ გაქვთ რაღაც კრიტერიუმები, ხო? აუცილებლად უნდა იყოს კრიტერიუმები, როგორ ისა, არა, ასეთი კრიტერიუმი არ გვაქვს, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რა საჭიროების დახმარება სჭირდება, მოდის.